საუნდის დროა. დღეს საუნდროს პირსაკრავზე მოხვდა ჯოან ბაეზის სადებიუტო ალბომი ჯოან ბაეზი. თუ თანამედროვე ინდი ფოლკი ჯონი მიჩელიდან ადრიან ლენკერამდე თავისი გიტარისა და ვოკალის მინიმალიზმით გიყვარს, უნდა იცოდე, რომ ეს გზა მათთვის თავის დროზე ჯოან ბაეზმა გაკვალა. 50-იანების ბოლოს ბოსტონის გარშემო იაფასიან კაფეებში დაკვრის შემდეგ, პატარა ლამაზმა გოგომ ანგელოზივით ხმით პირველად ყურადღება 1959 წლის ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე მიიქცია. ბევრმა ლეიბლმა, მათ შორის კოლუმბიამ, გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბაეზი სახასიათო პოლიტიკური პოზიციონირებით ჯერ არ იყო გამორჩეული, მაშინაც მომცრო კომპანია Vanguard-თან გადაწყვიტა ალბომის ჩაწერა. ჯოანს მოეწონა ლეიბლის გადაწყვეტილება, რომ ფოლკ ჯგუფ The Weaver-თან ეთანამშრომლა, რომლის წევრებსაც კომუნისტობას აბრალებდნენ მაშინ. 1960 წელს ნიუ-იორკის სასტუმროს მყრალ საბანკეტო დარბაზში გიტარისა და მტკიცე მჭექარე ხმის ამარა 19 წლის გოგო შევიდა. მუსიკაში არტისტის ავთენტურობაზე დღეს ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და საგულისხმოა, რომ სწორედ ასეთ გარემოში ჭუჭყიან ხალიჩაზე ორი გიტარისა და ვოკალის მიკროფონის თანხლებით ჩაიწერა ერთ-ერთი პირველი ამგვარად წრფელი ალბომი. ჯოან ბაეზის სეხნია სადებიუტო ალბომი ინგლისური და ამერიკული ტრადიციული სიმღერებისგან შედგება. სიმღერებისგან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თუმცა ბაეზი მათ ამბებს თანამედროვე დროშიც ანალოგიური შემზარავი სიცხადით და სინამდვილით გადმოსცემს. იმ სიძლიერით, თანაგრძნობითა და სიმამაცით, რაც ამ ალბომში იგრძნობა, ფოლკმა მისი თაობისთვის ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა შეიძინა. ჩანაწერი თემატურად და ატმოსფერულად მძიმეა. სიმღერები ღალატზე, სიკვდილსა და ცალმხრივ სიყვარულზეა. Mary Hamilton-ის The House of the Rising Sun-ის არჩევანში, რომელიც სხვათა შორის მანამ ჩაწერა ვიდრე Bob Dylan-ის და შემდეგ Animals-ის შესრულებით პოპულარული გახდებოდა, მისი გემოვნება და ერთგულებაც ჩანს ეგრეთ წოდებული High Lonesome სტილის მიმართ, რომელიც 40-იანებში bluegrass მუსიკის ყველაზე კლასიკური განსაზღვრება იყო. High Lonesome ტრადიციულ დაუმუშავებელ, ემოციურად ინტენსიურ მუსიკას ნიშნავს. მაღალ რეგისტრში, ბასრის ჟღერადობით ნამღერ ნოტებს, მარტოსულ, მომაჯადოებელ და ტკივილით სავსე, ლამის მოთქმით შესრულებას. პირველივე ტრეკზე იგრძნობა, რომ 19 წლის ასაკში ჯოანს ულამაზესად სუფთა, თითქმის აკადემიური სოპრანო აქვს. საოპერო, მაგრამ კარგად დამორჩილებული და მოზომილი. სწრაფი ვიბრატოთი. Silver Dagger-ის და East Virginia-ს მისი შესრულება თინეიჯერის ნამღერის ნაცვლად რაღაც შორეული აჩრდილის მიერ გადმოცემულ ადამიანობის სევდას, მარადილ გაფრთხილებას უფრო გავს. ჯოანის ტექნიკური სრულყოფილება ნათლად იგრძნობა Wildwood Flowers-სა და Donna Donna-შიც, სადაც სიმღერა რომ მონათესავე მონაკვეთებზე გადაახვიო, ეგრეთ წოდებული ინფლექშენები, აქცენტები, დუბლირებული გეგონება, არ და უბრალოდ უზადო სიზუსტითაა შესრულებული. სინამდვილეში ამ ალბომის ნაკლი და სილამაზე შეიძლება ითქვას, რომ ერთი და იგივეა და სწორედ ეს სრულყოფილებაა. პირადად მე ის პრეტენზია სრულიად მისაღებად მომაჩნია, თუ ვინმესთვის შესრულების ეს ფორმა ალბომს უპიროვნოდ აქცევს. განსხვავებით მაგალითად Dave Ronk-ის და Dylan-ის უხეში, ერთგვარად გაუთლელი ვოკალისგან. სიმართლე ითქვას 12 სიმღერიანი ციკლი, სადაც არანჟირება თითქმის არ იცვლება, გიტარის დაკვრის სტილი და ვოკალური ინტენსივობა ერთი და იგივეა, ზოგს მონოქრომატულად რომ მოეჩვენოს, საერთოდ არაა პრობლემა. ჩანაწერი მთლიანად მსმენელის მოთმინებასა და ამბის მოსმენის სურვილზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში Mary Hamilton-ის ტექსტს ყურადღებით თუ არ მოусმენ, მის მელოდია წინა და მომდევნო ტრეკს ისე შეიძლება შეერწყალს, ერთი მეორისგან ვერც გაარჩიო. Arise, arise, Mary Hamilton, arise and come with me. ორი სიტყვით ვინილზეც. Vanguard-ი მაღალი გარჩევადობის ჩანაწერებით იყო ცნობილი. ამ ფირფიტაზე ისმის ყველა ჩასუნთქვა. Როგორ სრიალებს ჯოანის თითები რკინის სიმებზე, ეს სიმები როგორ ვიბრირებენ და ამ ვიბრაციაზე ოთახი როგორ პასუხობს მას. საკმაოდ ინტიმურია, შეულამაზებელი და თითქოს უხერხულად პირდაპირიც. ეს დებიუტი საინტერესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება იყოს ჩანაწერი ერთდროულად ძალიან მარტივი და კულტურულად ძალიან მასშტაბურიც. ამ ალბომმა ფაქტობრივად სოლო ფოლკ შემსრულებელი კომერციულ ძალად აქცია. მანამდე ეს ჟანრი ჯგუფურ შემოქმედებად, ან უფრო სუბუქ გასართობად აღიქმებოდა. ჯოანმა კი გარკვეული წონა და უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა. მოგვიანებით ბაეზს Bob Dylan-ის ფოლკ მუსიკის მეფის გვერდით დედოფალს უწოდებდნენ. სინამდვილეში Dylan შეიძლება მეინსტრიმი ვერც გამხდარიყო, რო არა ჯოანის დიდი მხარდაჭერა მისი კარიერის დასაწყისში. მან საფუძველი ჩაუყარა 60-იანი წლების folk revival მოძრაობას და დაამტკიცა, რომ ქალს
გიტარითა და საკუთარი მსოფლმხედველობით, იგივე შეეძლო რაც ორკესტრს, თუ მეტი არა. ჯოანი მალევე იქცა ამ მოძრაობის დედად და საპროტესტო მუსიკაში გადაინაცვლა, მაგრამ ეს სადებიუტო ალბომი წმინდა ტრადიციას ეძღვნება, სადაც ახალგაზრდა ქალის ხმა საკუთარ ძალას 100 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების სიმღერებში პოულობს. ამიტომაც მისი სადებიუტო ალბომი დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სოლო ფოლკ ალბომად ქალ შემსრულებლებს შორის. თქვენი აზრით შეიძლება cover ალბომი იყოს მუსიკალურად მნიშვნელოვანი? დამწერეთ კომენტარებში. თუ გსურს რომ არ გამოტოვო შემდეგი მიმოხილვები და ერთად აღმოვაჩინოთ ახალი მუსიკა, გამოიწერე Soundro ყველა პლატფორმაზე: YouTube, Instagram, TikTok და Facebook. ყველა ლინკს იპოვით ჩემ პროფილის აღწერაში. ეს იყო Soundistro. მომავალ შეხვედრამდე.